გამარჯობათ. ხანდახან ხდება ხოლმე ადამიანს უჩნდება მონასტერში წასვლის სურვილი, ბერად აღკვეცისა, მონაზნობისა, მაგრამ ვერ გადაუწყვეტია. თავის თავში რაღაც ორჭოფობას ატარებს, თითქოს გზაჯვარედინზე დგას და არ იცის საიწავიდეს. შექმნას ოჯახი, იცხოვროს ქრისტიანულად, ოღონდ ოჯახურად, თუ თავისი ცხოვრება ღვთისთვის გადადოს და თავისი ცხოვრება, თავისი სული, თავისი დრო, მოღვაწეობა ღმერთს შეწიროს. წმინდა მამათა სწავლებით არსებობს სამნაირი ადამიანი: სულიერი, მშვინვიერი და ხორციელი. სამივე ამ კატეგორიას აქვს თავისი თვისებები, თავისი ნიშნები და ეს სამივე მდგომარეობა არის ცვალებადი. შეიძლება სულიერი ადამიანი მშვინვიერი გახდეს, შეიძლება ხორციელი ადამიანი სულიერი გახდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს ადამიანი, ადამიანის თავისუფალ ნებაზე. ადამიანო ღვთისმცნების დარღვევით გახდა მშვინვიერი და ვინც ღვთისმცნებებს იცავს, წმინდათა სწავლებით გამოდის ამ მდგომარეობიდან და ხდება სულიერი ადამიანი. მოდით განვიხილოთ ამ სამივე კატეგორიის თვისებები. ხორციელი ადამიანი არ ინტერესდება არაფრით, მისთვის უცხოა ფიქრები ღმერთზე, კულტურაზე, ხატვაზე. მთავარია კუჭი იყოს სავსე, მაცივარი სავსე, ჯიბე სავსე, სუფრა სავსე და ასე შემდეგ. მშვინვიერი ადამიანი დაკავებულია პოეზიით, ლექსებით, სპექტაკლებით, ცხოვრობს ფანტაზიების სამყაროში. ამას ქვია ხიბლი, ხიბლის სული. სულიერი ადამიანი დაკავებულია სულიერი საქმეებით, სახარებით, წმინდათა ცხოვრებების შესწავლით. თუ მე ვარ სულიერი ადამიანი, მე გამიჭირდება ცხოვრება იქ, სადაც არის მშვინვიერი გარემო. თუ მე ვარ მშვინვიერი ადამიანი, მე დავიტანჯები ხორციელ ადამიანებში. აი თქვენ დაკვირვები ხართ, კულტურის მოღვაწეები როგორ გაურბიან ხოლმე ლოთებს. ესე იგი, დაბალი რანგის ადამიანები არიანო და არ კადრულობენ ხოლმე. ასევე, აი, ვისაც კუჭი აქვს პირველ ადგილზე, ვერ იგებენ ხოლმე, აი ეკლესიაში ხალხი რას აკეთებს, ან დაუშვათ კულტურის მოღვაწეები რას აკეთებენ, მათ თავისი სამყარო აქვთ. როგორ მივხვდეთ, არის თუ არა მონაზნობა ჩვენი საქმე? თუ ჩვენი საზრდო, სულიერი საზრდო არის სახარება, თუ ანტონი დიდის ცხოვრებას ვერ ვშორდები, თუ მაკარი დიდის სწავლებები ერთი წაკითხვით მომახსოვრდება და თუ ჩემთვის გაუგებარია, რას ქადაგებენ პოეტები, მელექსეები, თუ სპექტაკლის ყურებაზე მექნება შთაბეჭდილება, რომ საქმე მაქვს სიქიურად არეულ ადამიანებთან, ესე იგი, ჩემში მადლი მეტია და თუ მე მშვინვიერი ან ხორციელი ცხოვრებით ვიცხოვრებ, მე დავიტანჯები. თუ ვერ ვიგებ სახარებას, თუ ანტონი დიდი გონია, რომ ფანტაზიებში იყო, მაკარი დიდი რაღაც გაუგებრად წერდა და გალაქტიონ ტაბიძე, აკაკი წერეთელი, ერნესტ ჰემინგუეი, ეს არის მთავარი, ეს არის რაზეც დგა კაცობრიობა. ესე იგი, ჩემი საქმე ნამდვილად არ არის მონაზნობა, იმიტომ რომ ჩემში მშვინვიერობა, დაცემა მეტია და მე სულიერ გარემოში დავიტანჯები. დააკვირდით თქვენ თავს, რა რეაგირება გაქვთ გარემოზე და ეს დაგანახებთ უფრო მეტად, როგორი ადამიანები ვართ. ყოველი ცოდვით მადლი იკარგება და ყოველი სიკეთით მადლი შეიძინება. თუ თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ფანტაზიების სამყაროში ცხოვრობს
და თუ თქვენ იმოღვაწევებთ, აი ღმერთმა თქვა არ დალიოთ, თქვენ არ დალიოთ. ღმერთმა თქვა არ მოწიოთ, თქვენ თავს აიძულებთ და გადააგდებთ. ღმერთმა თქვა არ მოიტყუო, გინდა რომ მოიტყუო, მაგრამ გაჩუმდები სიმართლე სიტყვი. მაშინ თქვენ გამოხვალთ ამ მდგომარეობიდან და მერე დაინახავთ რა არის მონაზნობა. თუ მშვენიერი ან ხორციელი ადამიანი მონასტერში წავა, ეს იგივეა, რომ აი პლასტმასის ბრონეჟილეთი ჩაიცვათ და ომში წახვიდეთ. ეშმაკის ტყვიებს ის პლასტმასი ვერ დაიჭერს. ეშმაკი არის ფანტაზიების გამომგონებელი, წარმოდგენები, ილუზიები, დიდი ილუზიონისტია. და თუ ადამიანი მისი გავლენის ქვეშ არის, აი ვინმე მრო თავის ბატონს აგინოს, თვითონის ბატონი გაიგებს ფეხქვეშ მერე. რაც არ უნდა აირჩიოს ადამიანმა, როცა ეს ადამიანი გზაჯვარედინზე დგას, აი როცა გაურკვევლობაშია. თუ გარკვეული აქვს, იმას პრობლემები არ იქნება. თუ გაურკვევლობაში ხართ, რაც არ უნდა აირჩიოთ, იწოლებთ. ოღონდ თუ სულიერს დათმობთ, მაშინ ხორცი გაიხარებს. თუ ხორციელს დათმობთ, მაშინ სული გაიხარებს და ხორცი დაიტანჯება. ჩვენ ვართ ორ კომპონენტიანები. რასაც დავთ, სულს და ხორცს უნდა ერთმანეთის საწინააღმდეგო. ამიტომ ის უნდა დავთმოთ, რაც უფრო გვეთმობა. თუ თქვენთვის ხაჭაპური უფრო ძვირფასია, ფაქტიურად, ვიდრე მოღვაწეობა. მაშინ ხაჭაპური ჭამეთ და მოღვაწეობა 20 წლის მერე. და თუ თქვენ ვერ იგებთ ადამიანები რას აკეთებენ ფეხბურთის მატჩებზე, როგორ აძლევენ ფულს ლექსებში, პოემებში, რას აკეთებენ სუფრაზე და თქვენი სული და გული ცოცხლობს იმით, რომ ღვთისთვის იყოთ. მაშინ თქვენ უდიდეს შეცდომას დაუშვებთ, თუ თქვენ ცხოვრებას დაუკავშირებთ წუთის სოფელს და შეიძლება ეს შეცდომა ვეღარც გამოასწოროთ. ღმერთო დაგვიფაროს, ღმერთო გაგახაროთ.